ქაბულის სამხრეთში ადგილობრივი მოსახლეობისა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. 300-მდე დემონსტრანტი ავღანეთში ნატოს ძალების ყოფნას აპროტესტებს. საპროტესტო აქციის დროს 15 სამართალდამცავი და აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ქაბულში კი გაეროს კუთვნილი პიკაპის ტიპის ავტომობილი დაცხრილეს. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაეროს მანქანა დაცხრილეს. გაეროს ლოგოიანი თეთრი პიკაპის ავტომობილს მინები ჩაემსხვრა, მის გარშემო კი სისხლის გუბეები დადგა. გაეროს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ორგანოებს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანქანაში 2 ადამიანი იჯდა, მათ შორის მხოლოდ მძღოლია მძიმე დაჭრილი. ის ინციდენტის დროს ადგილიდან 20 მეტრში მდებარე ჩადრბისტარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით თავდასხმის დროს ავტომობილი ქაბულში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ამერიკულ სამხედრო ბაზასთან ახლოს იყო. სროლის ხმა გავიგე და დაჭრილი მძღოლი დავინახე, რომელიც სისხლის გუბეში იყო. მერე პოლიციელებმა ის საავადმყოფოში წაიყვანეს. იმავე დღეს ქაბულის სამხრეთში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. 300-მდე დემონსტრანტი ავღანეთში ნატოს ძალების ყოფნას აპროტესტებდა. მათ ქალჩას რაიონის ქუჩები გადაკეტეს და პოლიციელებს ქვებს ესროდნენ. საპროტესტო აქციის დროს 15 პოლიციელი და აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ჩვენი ინფორმაციით დაჭრილია 15 პოლიციელი და 5 დემონსტრანტი. რამდენიმე დემონსტრანტი პოლიციამ დააკავა. პოლიციის უფროსის განცხადებით ხალხი განრისხებულია იმის გამო, რომ დაზვერვის პოლიციამ ქაბულის რელიგიურ სკოლაში ჩხრეკა ჩაატარა და 3 ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ყურანის ასრი მათ თვალწინ დახია. დღეს იერუსალიმში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერეს შორის შეხვედრა შედგა. მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა და ირანის ბირთვული პროგრამა გახლდათ. ასევე დაგეგმილია ლავროვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის შეხვედრაც. ესპანეთის დედაქალაქის მილიონობით მოქალაქე ქალაქის მეტროს თანამშრომლების პროტესტის შედეგად სამსახურში დროულად ვერ გამოცხადდნენ. მეტროპოლიტენის თანამშრომლები მადრიდის ავტონომიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად სახელმწიფო სექტორის მუშაკების ხელფასები 2%-ით შემცირდება. საპროტესტო აქციაში 4000 კაცი მონაწილეობს. ისინი აცხადებენ, რომ ქალაქის ყველა მიწისქვეშა საშუალებების მოძრაობას შეაჩერებენ. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დღეს მერვედ ფინალური შეხვედრების ბოლო შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დღეს მერვედ ფინალური შეხვედრების ბოლო შეხვედრა გაიმართება. კეიპტაუნში ერთმანის ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები და კარლოს კეირუშის გაწვრთნილი პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. პორტუგალია ჯი ჯგუფში გამოდიოდა, სადაც ბრაზილიის, კოტ-დ'ივუარის და ჩრდილოეთ კორეას ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა. პორტუგალიელებმა ბრაზილიის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. დღეს ჩვენ ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან გვიწევს დაპირისპირება. ესპანელებმა ჯგუფში ჩატარებულ შეხვედრებში დაამტკიცეს, რომ ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩვენსა და ესპანელებს შორის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. მაგრამ ჩვენ დღევანდელ შეხვედრაში მაქსიმუმს გავაკეთებთ მათ დასამარცხებლად. პორტუგალიის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პირველად 1921 წელს შეხვდნენ. დღეს კი გუნდები ერთმანეთს 34-ით დაუპირისპირდებიან. ჩატარებული 33 შეხვედრიდან პორტუგალიამ მხოლოდ 5 შეხვედრა მოიგო. 12 ფრედ ითამაშა, ხოლო 15 შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდს ტრამვების გამო შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმაროს. უკვე რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად სრული დატვირთით ვარჯიშს ვერ ახერხებენ დანი, დეკუ და პეპე. მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამივე მათგანი დღევანდელ შეხვედრაში შეძლებს მოედანზე ყოფნას. დღევანდელი შეხვედრა ესპანეთის და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელებაში უცხოური შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ფეხბურთის პერსონებიც დაინტერესდნენ, რომლებსაც ამ დრომდე ამ სპორტთან კავშირი არ ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი შაკირა გახლავთ. დეტალები ნახეთ სიუჟეტში. ამ ბოლო დროს ფეხბურთის ფანი გავხდი. ეს ძალიან უჩვეულოა. არასდროს მეგონა რომ ჟურნალს გადავშლიდი და სპორტის სექციის კითხვას დავიწყებდი. ახლა მთელი დღე ამას ვკითხულობ. სულ ფეხბურთზე საუბარი მინდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატს უმღერა და ამ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა ფეხბურთით დაინტერესდა. დღეს ის ამბობს, რომ სპორტში ვერასოდეს ერკვეო და ეხლა კი ფეხბურთს ვეღარ შორდება. შაკირას ენთუზიაზმი პირდაპირ უკავშირდება მის მიერ შესრულებულ სიმღერა ვაკა ვაკას, რომელიც FIFA-ს ტურნირის ოფიციალური ჰიმნი გახდა.
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი სწორედ შაკირას კონცერტით გაიხსნა. ეს არის სპორტი, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას აინტერესებს. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან ღარიბი და ქუჩაში ითამაშოთ ფეხბურთი გაზეთებისგან გაკეთებული პატარა ბურთით. მთავარია, რომ რომელიმე გუნდის გულშემატკივარი იყოთ. ფეხბურთი გლობალური და საერთო ვნებაა. ის მილიონობით სხვადასხვა რასის, რელიგიის და სოციალური ფენის წარმომადგენელს უყვარს. სწორედ ამაშია მისი ხიბლი. შაკირა დღეს განსაკუთრებით გახარებულია იმ ფაქტით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაც მისი კონცერტით დასრულდება.